კირნაცსა და მარადიჩში მიწების უკანონო დარეგისტრირებაში ბრალდებული 69 მოქალაქე წაყენებული ბრალის მოხსნას მოითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ გამოძიებამ კანონი დაარღვია, როცა მიწის აზომვით ნახაზებში მითითებული მდინარის ჭალები კალაპოტებად განიხილა. ეს პრეტენზია მათ ხელვაჩაურის რაიონულ პროკურორს გააცნეს. დაზარალებულები ლაშა კუდიაშვილისგან საქმის ხელმეორედ გამოძიებას ითხოვენ. პროკურორი მათ აჭარის და საქართველოს მთავარ პროკურორთან შუამდგომლობას დაჰპირდა. კირნათისა და მარადიდის მცხოვრებლებს ბრალის 3 ივლის წაუყენეს. საქმეს გენერალური ინსპექცია კანონის 180 მუხლის მიხედვით იძიებს, რომელიც მიწის უკანონო დარეგისტრირებას და თაღლითობას ითვალისწინებს. ჩვენ ვიტყოთ, რომ შეწყვეტს ბრალის მოხსნას. შეწყვეტას სამართლის დევნის, რადგან უკანონოები. არავინ არ გამოიყენა ის კანონის ნორმები, რომელიც ნამდვილად მოქმედებს. და კალაპოტში უთვლიან მაგალითად მას ჭალას. შეიძლება მოტყულებით და თაღლითობით დაარქვა იმას, როცა მოქალაქე მოდის, ადმინისტრაციული ორგანო მას უნებული აძლევს ცნობას, რომ ნამდვილად ის სარგებლობს, მიდის სახელმწიფო ორგანოში, იქ არეგისტრირებს და მე მოქალაქეს ეუბნები, რომ ეს თაღლითი ხართ, რაღაც მოტყუებით გაიგო. Карамгони რო იყოს ამ თაღლით, იმიტომ რომ გლეხი ხავს, საიდან მიწვდეს არა ხელი დოკუმენტაციასთან რა იცის გლეხმა, გლეხმა იცის რომ ის არის მამისეული მიწა და გაიფორმა. ბრალი წაყენებულია 79 ადამიანს. ოჯახს და კიდევ გრძელდება და ამის შემდეგ შეიძლება რომ გაგრძელდეს კიდევაც და ასე რომ მე ძალიან დიდი უკმაყოფილება მოხდება ხალხის მაცხოვრებლებთან კიდევ არის იქ შესასყიდი სახლები, საკარმიდამოები, სასაფლავეები უნდა მოხდეს და ამას მე დიდ წინააღმდეგობას დააწყდებიან თუ ეს ასე დადებითად არ გადაჭრება. მე მესმის ამ ხალხის პრობლემა, მე მესმის ამ ხალხის უსამართლობის განცდა, მაგრამ მე ვთვლი რომ ალბათ ქონდა პროკურატურას საფუძველი იმის, რომ წარედგინა ბრალი. რაც შეეხება ამ ადამიანების უფლებებს და ამ ადამიანების პრეტენზიებს, მე რა თქმა უნდა ამას მივიტან სადაც საჭიროა, გაითვალისწინოს პროკურატურა და საჭიროების შემთხვევაში კიდევ ხელმეორედ გადამოწყდება იმ მტკიცებულებები, რაც მოპოვებული აქვს.